როდესაც ჩვენ აფხაზეთი დავტოვეთ და ჩამოვედით დედაქალაქში, მე მახსოვს ერთი ძალიან მკაფიოდ დღე, რომ ქუჩაში რომ მივდიოდი, უბრალოდ წამოვიდა ესეთი ფიქრები, რომ ვინ ვარ. აღარაფერი აღარ გამოჩნია. თითქოს ფესვები მქონდა დაკარგული და რაღაც სამყაროში წერტილადაც ვერ გრძნობდი თავს. აი მაშინ იყო რომ უბრალოდ განათდა ჩემს გონებაში და ესე ფიქრის გაგრძელება შეუძლებელი იყო. აი იქიდან დავიწყე უკვე დამკვიდრებისთვის ფიქრი სრუნვა. მე ვარ ეკატერინე დარსანია. მე უღლე დედა ფსიქოთერაპევტი აფხაზეთიდან. საკმაოდ დიდი ხანია უკვე ამ სფეროში მოღვაწეობ და დღეს ჩემი ყოველდღიური ცხოვრების აქტუალური როლი მაინც რჩება პროფესიაში. პირველადი პროფესია ჩემი არის ფსიქოლოგია. საკმაოდ დიდი ხანი მიმუშავე ფსიქოლოგად, თუმცა მივხვდი რომ ფსიქოლოგია არ იყო საკმარისი იმისთვის რომ ადამიანი დამენახა სიღრმისეულად. შემდეგ უკვე პოსტდიპლომური განათლება გავაგრძელე, საბედნიეროდ ვიპოვე სივრცე, რომელიც ევროპულ სტანდარტებს ეყრდნობოდა და 5 წლიანი ფსიქოთერაპიული განათლება მივიღე ინტეგრირებული მიმართულებით. ინტეგრირებული მეთოდი გულისხმობს სხვადასხვა სკოლების გამთლიანებას, ასევე თვითონ პიროვნების ინტეგრირებულად ხედვას, ხო, პიროვნება არ არის მხოლოდ მისი შინაგანი სამყარო, არ არის მხოლოდ მისი სოციუმი, ხო, ასე რომ თუ არ გავითვალისწინეთ პიროვნების შიდა სისტემა და გარე სისტემა, ხო, თავისთავად მასთან მუშაობა გაგვიჭირდება. საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ. რამოდენიმე ადგილას მუშაობ და რამოდენიმე აქტივობით ვარ დაკავებული. ტრენინგები, სასწავლო კურსები, კონსულტირება, ფსიქოთერაპია, ორგანიზაციები, სადაც მუშაობ. ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს სწორედ ფსიქოთერაპიულ პროცესში. მოტივატორი, რაც აი ამ პროფესიაში ვთქვათ, მტოვებს და აი ესე კარგად მაგრძნობინებს თავს, არის იმ ადამიანების უკავშირი, ვინც გადიან თერაპიას და მადლიერებით მიდიან. ჩემთვის არ არსებობს ამაზე ღირებული პროფესია. რადგან შენ ხდები გარკვეული დროით ადამიანისთვის საყრდენი. ისეთი საყრდენი, რომელიც შემდეგ უკვე ასწავლის მას საყრდენის გარეშე ცხოვრებას. და ეს არ არის მარტივი. ადამიანში თავიდანვე ჩადებული ძალიან დიდი რესურსი. უბრალოდ ჩვენ ცხოვრებისეული გამოწვევები, გარემო გვაკარგინებს საკუთარი თავის რწმენას. ზოგადად ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას. აი ეს სწორედ ეგ არის დანაკარგთან, ხო, როცა ვკარგავთ რაღაცას, გონია რომ ყველაფერი დასრულდა. სინამდვილეში ესე არ არის, ჩვენ ცხოვრებას ყოველთვის ვაგრძელებთ. ჩემი ცხოვრება მეხმარება კლიენტთან მუშაობაში, რადგან მე თვითონ მაქვს ეს გზა გამოვლილი და ვიცი, რამდენად მტკივნეულია, რა გამოწვევების წინაშე გვაყენებს. და სხვათა შორის უკრაინის ომიდან იყო ძალიან ესეთი ხშირი მომართვა უკრაინის ომიდან ადამიანები, უკრაინელები და მაშინ ერთგვარად მოხდა ჩემი ესეთი წარსულში დაბრუნება, რადგან ზუსტად სხეულის დონეზე ვგრძნობდი ეს ადამიანები რას განიცდიდნენ. ნუ ჩემი გზა, რაც მე გამოვიარე, ხო, თავიდან ადამიანს აქვს საკმაოდ მძაფრი განცდები, რომ თითქოს ფესვები დაკარგა. მაგრამ
ჩემი გამოცდილებიდან სხვათა შორის მე სადაც ხვდები, ყველგან პატარა აფხაზეთს ვქმნი. ჩვენი იდენტობის ჩამოყალიბებას განაპირობებს ის ადგილი, ის კულტურა, სადაც ვიზრდებით, სადაც ვიწყებთ ცხოვრებას, სამყაროს აღქმას და ეს ყველაფერი იმდენად ღრმად არის უკვე აღბეჭდილი ჩემში, რომ არ ვიცი, ქოთანში ყვავილის გადარგვა, ანუ ის თავის ბუნებას მაინც ინარჩუნებს. დღემდე არ ვიცი, ჩემში აფხაზეთი. ჩემს ბუნებაში, ჩემს ხასიათში, ჩემს ღირებულებებში, ურთიერთობის ფორმებში, არ ვიცი, ყოველდღიურობაში. ზუსტად ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ თუ მშობლები ვინარჩუნებთ ამ იდენტობას, რა თქმა უნდა, მაგალითად ჩემი შვილები ხშირად დამყავდა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული პერიოდი იყო. მათ უყვართ აფხაზეთი, ჩემიდან გამომდინარე, ხო, მე იციან ჩემი კუთხის მახასიათებლების, კულტურა, ხშირად საუბრობთ იქაურ კლიმატზე, იქაურ სილამაზეზე. მშობელზეა დამოკიდებული, ხო? თუმცა ამას როგორ მივაწოდით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ როგორც ტკივილს, როგორც უკვე დაკარგულს, როგორც დაბრუნების შეუძლებლობას ასე მივაწოდით, არ იქნება სწორი. ხო? როგორც იმედს, როგორც შესაძლებლობას ყოველთვის იყო საქართველოში განსაკუთრებით ვკარგავდით ტერიტორიებს, ვიბრუნებდით, ასე რომ მე ერთი წუთით არ დამიკარგავს იმედი, რომ აფხაზეთი ისევ დაბრუნდება. მთავარი არის, რომ აი ჩვენ შევინარჩუნოთ იდენტობა, ჩვენ შვილებს არ დავავიწყოთ, ვესაუბროთ და ყველაზე მეტად მინდა, რომ დავაფასო ის ადამიანები, ვინც იქ არიან. სანამ ეს ადამიანები იქ არიან, კი თითქოს გააქვს იქ მათი ყოფნა გადარჩენისთვის ბრძოლას, მაგრამ მინდა მათ უთხრა უღრმესი მადლობა, გულწრფელი მადლობა. ქართველებს, დიახ, სანამ ისინი იქ არიან, აი მთავარი ფესვის განცდა, ხო? თითოეულ ჩვენთაგანში რჩება. სხვათა შორის, რომ ჩავდივარ, იშვიათად ხდება, თუმცა ვახერხებ მაინც. ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები იქ არიან და მე მათ, ასე ვთქვათ, მაგნოლიას ვეძახი, ჩემი მეგობარი, ერთი ექსპრომტად ლექსიც კი მიუძღვენი. არ ვიცი, საოცრება არის, აი განცდა, რომ ჩადიხარ და იქ არის ადამიანი, რომელიც იქაური ჰაერით სუნთქავს, იქაური ცხოვრებით ცხოვრობს. შემდეგ უკვე აი ამ შედარებას აკეთებ, რომ ჩვენ აქ ვართ, თითქოს საქართველოა, ერთი და იგივე კულტურა გვაქვს, მაგრამ მაინც აი იმ სხვაობას ხედავ. ის განსხვავებული აფხაზეთის ეს კულტურა, შეხედულებები, ღირებულებები მაინც განსხვავებულია. ასე რომ არ ვიცი, მადლიერების გარდა რა შეიძლება ეთქვას იმ ადამიანებს და ისევ გამეორდები, რომ სანამ ესენი იქ არიან, არ ვიცი, მე ერთი წუთით არ მაქვს განცდა, რომ აფხაზეთი დაკარგულია.